ქართველი ისტორიკოსების დიდი ჯგუფი, რომელიც ამ თემაზე მუშაობს, მაგალითად ძალიან საინტერესო წიგნი იყო ისტორიკოსების ამასთან კოლონიალიზმზე მიხეილ სამსონაძე და სხვა იქ მთელი ჯგუფია ისტორიკოსების. მაგრამ მე ასევე ვთხოვე ამ კომისიას სათავეში ჩადგომოდა ორ ადამიანს, თავმჯდომარედ ბატონ ვასილ რუხაძეს და თქვენთვის კარგად ნაცნობ ბატონ თონიკე შარაშენიძის, რომელიც ასევე არის პოლიტოლოგი, დამოუკიდებელი ექსპერტი. და დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ პრეზიდენტს დიდი პატივისთვის, რომელიც ამავე დროს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გახსნავთ მომავალი ქართულთა მომავალი თაობების წინაშე და იმ თაობების წინაშე, რომლებმაც განუზომელი ბოროტება გადაიტანეს ცარისტული და საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის წლებში. საქართველოს რაც ყოველთვის აკადემიაში შედეოდეს იყო გააზრება კარგად წარსულის. წარსულს ვინც არ გაიაზრებს კარგად მოხსენებათ ძალიან რთულია რომ ის შეიქმნას მომავალი გათვალოს ყველაფერი საჭიროა რომ აიცილოს საფრთხეები, ამიტომაც ეს კომისია იქნება პირველი ნაბიჯი სწორედ აქეთკენ რომ საქართველოს გაიაზროს თავის წარსული, აღარ გაიმეოროს შეცდომები.